მოგესალმებით ჩემო ერთგულო მაყურებლებო. ასე მოთევზავეებო და არა მოთევზავეებო. დღეს რაღაცომაც სასწაულად კარგია მინდია. ამოვედი თბილისის ზღვაზე. დაახლოებით 6 საათი ხდება. ციტნარია, საკმაოდ ბევრი მოთევზავე ვნახეს თან ამაქამდე მოვედი, ანუ უკვე აქტიურად მოდიან და თევზაობენ. არ ვიცი დღეს რა იქნება. დაახლოებით საათნახევარი მაქვს. მოვსინჯავ რამოდენიმე ლოკაციას და შევალ წყალშიც. ზოგადად გეტყვით, რომ თბილისის ზღვა ძალიან მიყვარს. პირველი იმით, რომ ტერიტორიულად ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს. დედაქალაქს გააჩნია ამხელა ტერიტორია, სადაც შეგიძლია მოხვიდე, დაისვენო მეგობრებთან, ოჯახთან. პლუს ამას საფულში, სამსახურიდან გამომდინარე თუ ვერ გადიხარ შორს თბილისში. გაქვს შესანიშნავი საშუალება რელაქსაციისთვის. უბრალოდ ხელი აქვს შესავლელი და როგორც ყველგან, ასევე აქაც ჯერჯერობით ნაგავი მისახედია საკმაოდ. თორე ადგილმდებარეობით ძალიან კარგია. ასევე მოთევზავეებისთვისაც საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. საკმაოდ დიდია თევზის მრავალსახეობა. ყოველ შემთხვევაში 7-8 წლის უკან იყო. ეხლა არ ვიცი, მის მერე ძალიან მომრავლდა ბრაკონიერებიც, ცუდი მოთევზავეებიც, მოთევზავებს მაგაც არ ვეძახი. მაგრამ ასე თუ ისე, მაინც შეგიძლია რომ კარგად ისიამოვნო და გაერთო სეზონზე. ამიტომ ნახოთ აბა რა იქნება, ჩამოვედი და დავიწყებ ქარიკლაპიაზე, მოვსინჯავ რა ამბებია, ვნახოთ. პროებით. ესე იგი წყალმა ჯერ არ დაიწია. აქ ეხა სადაც გავდივარ, სულ ხმელეთია, ეს ქვევით უნდა წავიდეს ეს წყალი. ძალიან შორს არ ვისწრი ხოლმე. ჯერ ახლო-მახლოს სინჯავ და მერე გადავდივარ შორ დისტანციაზე. დაცეპები აქ ძალიან ბევრი. ზოგადად გირჩევთ რომ თბილისის ზღვაზე ძალიან ძვირიანი სატყუარები არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ მალევე დაკარგავთ თუ არ არის, თუ გული არ დაგწყდებათ. კი ბატონო. ძალიან ბევრი ბალახი აქვს ხოლმე რა და მალევე იკარგება. ბოლომდე არ უშვებ ხოლმე მიწაზე რო ვარ და ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზაცეპია, ძალიან ბევრი ბალახია და ედება. ზაცეპი ეს რუსული სიტყვა ძალიან არ მინდა ხოლმე რო ხმარო, მაგრამ უცებ ენაზე მაინც ეგ გადგება პირველი. ამასობაში ორჯერ გავწყვიტე უკვე სადავე ბალახების გამო ორი სატყუარა დავკარგე, მაგრამ როგორც წინაზე გითხარით, გული არ მწყდება, ვინაიდან ძვირიანები არ არის. და რადგან ძვირიანები არ არის, იმას არ ნიშნავს, რომ ეფექტური არ არის. შარშან სეზონზე საკმაოდ ბევრი ვიჭირე იაფასიანი სატყუარებით. მაგრამ ესეც ხდება მოკლედ. გავწყვიტე ორი ცალი. იძახიან რომ თევზაობა აწყნარებსო ნერვებსო. ვინმე თანხმებით ამაში დამიწერეთ კომენტარებში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თევზაობა ძალიან დიდი ნერვები უნდა. შეიძლება კი არა და ტივტივა ნამდვილად აწყნარებს, იმიტომ რომ ზიხარ და ელოდები რომ ის ჩაარტყავს ტივტივა. თავისი მუღამი აქვს, ძალიან მიყვარს ტივტივაც. ასევე
მაგრამ როცა სპინინგით ნადირობ, კი არ თევზაობ, უფრო სწორი სიტყვა არის ნადირობ, იქ ვერც მოსლავდები, ვერც მოდუნდები და ვერც დაწყნარდები, მით უმეტეს რამოდენიმეჯერ თუ შაგიწყდება სადავე. ჩემი მეგობარი ერთი მსგავს სიტუაციებში ეგრევე ანებებს თავს და მიდის არ ყოფნის ნერვები. ახალ ბედად მეთევზეებისთვის ვლაპარაკობ და დამწყებებისთვის, ბიჭებო, ან გოგონებო, მსგავს სიტუაციებში დამშვიდით, აიღეთ თავიდან თქვენი ნემსკავი ყველაფერი გადააბით და განაგზეთ თევზაობა. ეს იკავებს სულ მაქსიმუმ 5, 6, 7 წუთს, ნუ ის როგორ. და შემდეგ ისევ შეგიძლიათ ითევზაოთ. ასე რომ თუ ამ ნერვების შეტევას გაუძლებთ, მე ნამდვილად სხვა რაღაცები ვეღარ მოგიშლიან ნერვებს. მაგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მე უკვე აწყნარებს. ეხლა ვფიქრობ გავასწრო თუ არა, მანქანა ცოტა შორს ამყავს, სანამ ავალ ალბათ მაგრად დავსველდები თუ რამე წამოვიდა. იმიტომ ამინდი ისე იცვლება. თან არ მინდა გავიქცე. თან ეხლა არის კარგი დრო. 1:09 საათით რომ მაცადოს და ჩაწყნარდეს, იქნებ რამეს გაავარტყათ. თუ არის თევზი. მოკლედ ტერიტორიიდან დიდია, უბრალოდ უნდა გამოიცნო და ივარაუდო დაახლოებით სად იქნება თევზი. ყანყალებს და ზოგადად სატყუარებს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს კარგ ხარისხიანს და ცუდ ხარისხიან შორის. მის თამაშზე არის დამოკიდებული, თუმცა უპირატესი მნიშვნელობა მაგალითად სადაც თევზი იცი რომ არის, იქ ძვირიან სატყუარას ჩააგდეთ თუ ახალ სატყუარას ჩააგდეთ, თევზი თუ აქტიურია და შია, დამიჯერე რომ მიაფასიანზე საკმაოდ აქტიურად მივა. ასე რომ უბრალოდ უნდა გამოიცნო სად შეიძლება იყოს თევზი. მოსაღამოვდა ადამიანზე ჩადის უკვე თითქმის. გადმოვედი ცოტა სხვა ტერიტორიაზე. შარშან აქ საკმაოდ კარგი ზომები იყო. სავარაუდოდ წელსაც შემოვა, მაგრამ ცოტა ზურგის ქარი ამოვარდა, მაგრამ ნახოთ აბა. გადავედი. შარშან აქ საკმაოდ კარგი ზომები იდგა ხოლმე. ცოტა ცუდად მომიწია ჩაგდება. და ვარ გაიჭედოს. ქარიც ამოვარდა. უნდა აქ მოკლე ვიდარტყმა იყო ერთი. არა. ცუდად ჩავარდა.
გადავედით ცოტათი დიდ ზომა-ყაყალებზე და 6 გრამიანსაც საკმაოდ კარგად ისვრის. ნახოთ, მინდა რომ მოვასწრო. მოკლედ, ვერაფერი ვერ ვქენით. ვინაიდან ქარი ამოვარდა და სატყვა საკმაოდ შორს მიდიოდა, სადაც მინდოდა იქ არ მიდიოდა. ასევე როგორც ქარის დრო შეგრძნებებიც ძალიან მინიმალური არის. სამი სატყვა რა შევეგუე ჩავწვიდე. მესამეჯერ უკვე აღარ გადავაბავ. მეშინი არ გამიწვიმდეს და მივასწრო მანქანამდე. კვირას არის ქარი ყლაპიაზე, ქორჭილაზე, ფარგაზე, ნითულის ზღვაზე შეჯიბრი. თუ მოახერხე მანამდე კიდევ ერთხელ ამოსვლა. გავივარჯიშებ თუ არა პირდაპირ. უკვე დაგიბრუნდებით კვირას მეტეორის ჩემპიონატიდან. შენ კი თუ ამ ვიდეოს უყურე და მოგწონს, ხო გამოიწერე, გააზიარე. და თუ მაგეწონება გინდა დაალაიქე, გინდა არ დაალაიქო. აბა დროებით.